ძალოვანი სტრუქტურების სრული ჩავარდნა და უკონტროლო საზღვარი, როგორ და ვისი დახმარებით დატოვა საქართველოს გიორგი ბაჩიაშვილმა. სანქცირებული გომელაურის უწყება, რომელსაც ოლიგარქის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქვეყნიდან გაექცა, ახლა ბაჩიაშვილის კვალს მიყვება და დეტალებს ასაჯაროებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ სადახლოს გამტარი პუნქტის სიახლოვეს ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა და სწორედ ასე გავიდა ქვეყნიდან. ირკვევა ისიც, რომ რეჟიმისგან თავდასაღწევად გეგმის შემუშავება თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. მეც გიორგი კუჟინაძე მოგყვება ფორმულას პირდაპირ ეთერში. გიორგი, გისმენთ. გიორგი, ფორმულას ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ნამდვილად დააკავა უწყებამ ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ ეხმარებოდა გიორგი ბაჩიაშვილს, რომ გასულიყო ქვეყნიდან. საკმაოდ საინტერესოა ის განცხადება და გეგმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა და რომელიც ასახავს თუ როგორ დატოვა და რა ფორმით გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს კონტროლირებადი საზღვარი. გიორგი ბაჩიაშვილი 2024 წლის დეკემბერში შეხვდა პირს 1997 წელს დაბადებულ მოქალაქეს, რომელსაც შეუთანხმდა, რომ ერთი მოქალაქე სომხეთის გავლით უნდა გადაიყვანა და დაეტოვებინა მას საქართველოს კონტროლირებადი საზღვარი. გიორგი ბაჩიაშვილმა მას მისცა Google-ის სატელიტური ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც უნდა მომხდარიყო მათ შორის კომუნიკაცია. ამის შემდეგ დაკავებულ პირს ბაჩიაშვილმა გადასცა თანხა იმისათვის, რომ შეეძინა ავტომობილი და ამ ავტომობილით რამდენჯერმე უნდა გადასულიყო ის საქართველოს სომხეთის საზღვარზე. ასევე ამ ავტომობილზე იყო დამონტაჟებული ვიდეო რეგისტრატორი და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებული ვითარება უნდა დაიფიქსირებინათ ამ კამერებს. შემდგომში კი თავად გიორგი ბაჩიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით გაშიფრა აღნიშნული ჩანაწერები იმისათვის, რომ გაერკვია და დაედგინა თუ რა ვითარება და სიტუაცია იყო სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. 2 მარტს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს და უпростоრედ მანამდე გიორგი ბაჩიაშვილმა დაკავებულ სთხოვა, რომ ავტომობილი, რომელიც შეიძინა, კონკრეტულ მისამართზე მieყვანა, სადაც ბაჩიაშვილმა მოაწყო იქ სამალავი. საუბარი არის ავტომობილის უკანა სავარძლესა და საბარგულს შორის არსებულ სივრცეზე, რომლის მეშვეობითაც და გამოყენებითაც ბაჩიაშვილმა ფარულად დატოვა სავარაუდოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ 2 მარტს გიორგი ბაჩიაშვილი და 1977 წელს დაბადებული პირი გაემართნენ სადახლოს გამშვებ პუნქტზე, რა დროსაც გიორგი ბაჩიაშვილი წინასწარ მოწყობილ სამალავში განთავსდა, გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და როდესაც უკვე ისინი მიემართებოდნენ სომხეთის გამშვები პუნქტისკენ, გიორგი ბაჩიაშვილი გადმოვიდა და სხვა პასპორტით გაიარა რეგისტრაცია და ასე დატოვა მან საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია. ამის შემდეგ ბაჩიაშვილი და მისი დამხმარე პირი მივიდნენ აეროპორტში, სომხეთის საერთაშორისო აეროპორტში და ბაჩიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით დამხმარე პირს გამოართვა ის მობილური ტელეფონი და მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც კონტაქტობდნენ და ჰქონდათ კომუნიკაცია. გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით ბაჩიაშვილმა პირს კუთვნილი თანხა, რომელიც იყო დაპირებული და სთხოვა, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია მასაც დაეტოვებინა უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 5 მარტს მოხდა 1977 წელს დაბადებული პირის დაკავება სარფის გამშვებ პუნქტზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ის ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. გამოვიდი ქვეყნიდან გამოვიდი, აქ იდგა სადღაც გიორგი, მე წაიადგა, შემოჩერე მანქანა, ჩაჭდა იგივე უკანა სავარძელში და აქ არის სამალავი? იყო ჩამალული. რა ადგილზე გაუჩერე მანქანა სანამ შეხვდები საბაჟოზე? სადახლოს შესაძლოა. იქამდე რომელ სავარძელზე იჯდა წინ იჯდა უკან? ეს შიგნიდან გადავიდა? შიგნიდან გამოყო. როცა გავიარეთ, მე უხარ დაუძახე და დავერთხე შეძლო ისე შიგნიდან გააღო და გადმოწყდა ის უკან მოც. და მე უკვე გადავიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით გიორგი ბაჩიაშვილს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ქვეყნის დატოვების გეგმა და ეს გეგმა ბაჩიაშვილმა ძალიან კარგად შეასრულა, ისე შეასრულა, რომ სახელმწიფო უწყებებმა ვერაფერი ვერ გაიგეს იქამდე, სანამ თავად გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში არ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა დატოვა. ამის შემდეგ კი ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების განცხადებები და მათ ეჭვიეპარებოდათ, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა დატოვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია, თუმცა აგერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებაც არის და ნაჩვენები არის და კარგად არის ახსნილი თუ რა ფორმით დატოვა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს. ამ ფაქტმა კი ნათლად აჩვენა თუ რამდენად უსუსურია ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება და რამდენად მორღვეულია საქართველოს კონტროლირებადი საზღვრები. ისე გადიან მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან სხვა ქვეყანაში, რომ ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვერც უსი ვერ იგებს.